მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს, როცა თქვენო წარგადგენენო, ჩემს გამოვო, მაშინო ნუ იზრუნებთო იმაზე, რა ვთქვათო, როგორ ვთქვათო, რა გავაკეთოთო, რა უპასუხოთო ამ მეფეებსო. ამაზე ნუ იზრუნებთო, იმიტომ რომ თქვენში ყოფი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. დააკვირდით, ეს რა არის? აი ეს არის ის, რაც მოგცა ჩვენ ქრისტემ. ვინც ირწმუნა ქრისტე, მასზე გადმოდის მამის სული, ანუ ღვთის სული, სული წმინდა და ის არის ჩვენში. და ის ლაპარაკობს ჩვენში. ჭეშმარიტებას. აი როგორც ქრისტემ განგვიცხადა სული, ძემ განგვიცხადა სული, რომ ის იქნება ჩვენში და რომ ილაპარაკებს ჭეშმარიტებას. ასევე სული განგვიცხადებს ქრისტეს. სამი ნათელი მამა, ძე და სულიწმინდა განგვიცხადებენ ერთმანეთს. და როდესაც თქვენთან, აი როცა თქვენ მსჯელობთ თქვენს თავში, ეს არის საოცრება, საერთოდ ადამიანს რო შეუძლია საკუთარ თავში მსჯელობა. საოცრება და თანაუცილებელი. აი როდესაც თქვენ თქვენს თავში მსჯელობთ რაღაც საკითხზე. და იქ მომენტალურად მოვა ის, რაც თქვენ არც გიფიქრია, მაგრამ მოდის რომ ასეა სწორი. და რო დააკვირდით ეს რო თქვა თქვენ ასეა სწორი, ეს რაღაცაში ხელშეგიშლით. აი მაშინ დუმდება სული. რაღაცაში ხელშეგიშლით, ეს ვიღაცას არ მოეწონება, თქვენ ზემდგომს არ მოეწონება, ან ხელისუფლებას არ მოეწონება ეს რო თქვა. მაგრამ იცი რომ ესეა და ვერ ამბობ, არ ამბობ, დადუმდა სული. ხოლო თუ ამ კრიტიკულ მომენტში თქვენ სულს არ დაადუმებთ, სულში გულისხმობს სულიწმინდას. თქვენში ის მუდმივად ილაპარაკებს ჭეშმარიტებას და თქვენში იდინებს სიცოცხლის წყარო, იმიტომ რომ სიცოცხლე ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებაა. ქრისტემ თქვა, მე ვარ ნათელი, მე ვარ ჭეშმარიტება, ანუ სიმართლე და მე ვარ გზა, მე ვარ სიცოცხლე. დააკვირდით, აი ეს ყველაფერი ჩვენშია. როდის? როცა ჩვენ ჩვენს გონებას, ჩვენს აზრებს ვუთმობთ იმ სულს, იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენშია. და არ დავდუმდებით და ვიქცევით ისე, როგორც ეს ჭეშმარიტებამ გითხრა, როგორც ეს ქრისტემ გითხრა. აი მაშინ თქვენ იქნებით მორწმუნეები და სარწმუნოები. სიმონ ღვთისმეტყველს აქვს ძალიან საინტერესო სიტყვები. არა მხოლოდ ის არის მორწმუნე, ვისაც ქრისტე წამს. არა. მორწმუნე არის ის, ვისაც ქრისტე ერწმუნება თავის თავს, ვისაც მამა ერწმუნება თავის სულს, თავის ძეს და თავის თავს. დააკვირდით, ერწმუნება რას ნიშნავს? რომ თქვენ ხართ სარწმუნო მონა, სარწმუნო ადამიანი სამებისთვის, რომ თქვენში დამკვიდრდეს წმინდა სული. სარწმუნო ხარ თქვენ და როდის ხარ სარწმუნო? როცა მის ჭეშმარიტებაზე უარს არ ამბობთ. როცა მისი ჭეშმარიტების განცხადება შეგიძლია პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მერე საჯარო, თუ ეს საჭირო იქნა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც სხვებს ატყუებენ, ნუ გონიათ, რომ ისინი თქვენ გატყუებენ. არა. პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებენ. რაში თქვენ გაჯერებენ, იმას პირველად თვითონ იჯერებენ. და ეს სიცრუეს დაჯერებული ადამიანები არიან ყველაზე მეტად შეშინებული, დაცემული და დანგრეული ადამიანები.
რატომ? იმიტომ რომ ღმერთი არ არის მათში. ქრისტე უბნება მოციქულებს, თქვენო მეო ყველა დამტოვებთო, მაგრამ მე არ ვარო მარტო, მამა ჩემთან არის. დააკვირდით? აი არა ყველა რომ მოგშორდეს ჭეშმარიტების შენი ჭეშმარიტების გამო შენ არ გეშინია. რატო? ღმერთი შენთან არის. და თუ ღმერთი შენთან არის, ისი უნდა გეშინო. მაგრამ ვისთან ღმერთი არ არის, იმას ყველაფრის ეშინია. ესეთი საინტერესო ნათქვამია. ვისაც ღმერთის ეშინია, იმას არაფრის არ ეშინია. და ვისაც ღმერთის არ ეშინია, იმას უკვე ყველაფრის ეშინია. ეს ხანაირადაც შეიძლება ვისიც ღმერთია, იმას არაფრის არ ეშინია და ვისიც ღმერთი არ არის, იმას ყველაფრის ეშინია. და განსაკუთრებით სიკვდილის. და დადის ჯავშნებით შეიძლება იაროს. რატო? იმიტომ რომ ეშინია დაკარგოს ის, რაც ამ ქვეყნად გააჩნია. დააკვირდით, უფალი ამბობს, სადაცაა საუნჯე თქვენი, მუნიქნება გული თქვენი, ეს ნიშნავს, სადაც გაქვს სიმდიდრე, იქ გინდა მუდმივად ყოფნა. და როცა მიწაზე გაქვს სიმდიდრე და არავითარი ზეციური არ გაგაჩნია, ყველაზე მეტად გეშინია სიკვდილის. ყველაზე მეტად შეშინებული ხარ. და ასეთი შეშინებული ადამიანი შეუძლებელია მხსნელი იყოს. დააკვირდით ქრისტე როგორია? არ ეშინია არაფრის. თვითონ აძლევს უფლებას რომ მოკლა. თვითონ აძლევს. მას რო არ მიეცა, ვერავინ მიეახლებოდა. აი დღეს წავიკითხეთ, ჯერ არ იყო მისი დრო მოსული. დრომ კი არ გინა განაპირობა ქრისტეს ჯვარცმა. არა, დრო ვერ მართავს. უდროობაში მყოფ ღმერთს. უბრალოდ ღმერთი ქმნის ამ დროს. ღმერთი უშვებს რომ ესე მოხდეს. აღდგომას რას გალობდით? ესე არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა. ღმერთმა გააკეთა ეს. ღმერთმა დაუშვა ჯვარს ეცვათ. ღმერთმა გააკეთა რომ აღდგარიყო და ჩვენთვის სიცოცხლე მოენიჭებინა. აი ამას ღმერთი აკეთებს, ქრისტე აკეთებს და გამოუკვლეველი არიან გზანი შენი. იცოდეთ, რომ სრულიად მოულოდნელი იქნება ის ხსნა, რომელსაც ჩვენს ქვეყანას ღმერთი მოულეს. ნუ იტყვით, სად ხარ უფალ? აქ არის. ის აქ არის. ის ჩვენთან არის. და მალე იქნება ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების, ჩვენი ქვეყნის მართალგზაზე დადგომის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და ერთაშორის ერთად ერად დგომის დრო. მალე იქნება. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ვიმსახურებთ სხვა ერებთან ერთად გვერდ დგომას. ესეთი ვართ ჩვენ, ესეთი ვიყავით და ესეთი ვიქნებით ძალიან მალე. ღმერთი შეეწიო ჩვენს ქვეყანას, ღმერთი შეგეწიო და ნუ გეშინიათ. ღმერთი ჩვენთან არის.